დიახ, მოსამართლეები ვალერიან ბუგიანიშვილი და ნატო ხუჯაძე არიან ის მსაჯულები, რომლებიც ამ წუთებში სწორედ 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული 27 პირი საქმეს განიხილავენ საქალაქო სასამართლოს პირველ დარბაზში 14 ბრალდებული ზის განსასჯელის სკამზე. ამ სხდომას ხელმძღვანელობს ვალერიან ბუგიანიშვილი, რომ ავუხსნა მაყურებელს რა ვითარება არის ახლა სასამართლო პროცესზე, რადგან არ აქვთ მაყურებლებს შესაძლებლობა კადრებს ადევნონ თვალი. გეტყვით, რომ 14 ბრალდებულს 18 ადვოკატი იცავს, ადვოკატების ნაწილს მაგიდაც კი არ აქვს, ისინი შუა ცენტრში სხდომათა დარბაზში სკამებზე ხედან და სწორედ ასე ცდილობენ, რომ პროფესიული მოვალეობა შეასრულონ და დაიცვან დაკავებულები. 14-ვე ბრალდებული სწორედ განსასჯელის სკამზეა, დარბაზი, რომელიც 150 კაციანი არის, გადავსებული არის გულშემატკივრებით და დაკავებულების ახლობლებით, ოჯახის წევრებით, მეგობრებით, ასევე ამ წუთებში ტექნიკურ პროცესებს გადიან მხარეები ორივე სასამართლოს სხდომაზე, ხდება ბრალდებულების იდენტიფიცირება. მე 14 კაციან სასამართლო პროცესზე, სადაც 14 ადამიანი არის ბრალდებული, ერთ-ერთი არის ბათუმელი მედრეშე, რომელიც შიმშილობს და მას დღეს მოსამართლემ ურჩია, რომ ჯანმრთელობა არ დაიზიანოს და შეწყვიტოს შიმშილობა. რა იყო მისი პასუხი ახლა მაყურებლები მოისმენენ და ამასთან ერთად გეტყვით, რომ არც ერთი ბრალდებული, არც ერთ სასამართლო სხდომაზე ბრალდებას არ აღიარებს. სოხუმელი ვარ მე თვითონ და ახლა სხვის სახლში ვცხოვრობ. დარეგისტრირებული ვარ ბათუმში. ჩემი საქმიანობა 3 კატეგორიად არის დაყოფილი. იძულებით, მოწოდებით და დიპლომის მიხედვით. დაკავებამდე დაცვის სამსახურში ვიყავი დასაქმებული. როგორც მე შევიტყვე, თქვენ შიმშილობთ. გირჩევთ შეწყვიტოთ პროტესტის უკიდურესი ფორმა. დაიზიანებთ ჯანმრთელობას. ეს ჩემი გადაწყვეტილებაა. ერთს გთხოვთ მარტო. გთხოვთ მომცეთ დრო, რადგან დიდი ხანია საუბრის საშუალება არ მაქვს. რასაც გვეუბნებით ჩვენთვის მიუღებელია. არც კი ვიცნობთ ერთმანეთს, თავს უდანაშაულოდ მივიჩნევთ წარდგენილ ბრალდებაში. 4 ოქტომბრის, ანუ სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულების საქმეები 5 ნაწილად არის დაყოფილი. გუშინ ერთ-ერთი სხდომა იყო წინა სასამართლოს სხდომა, სადაც მათ შორის პოლიტიკური ლიდერები ისხდნენ განსასჯელის სკამზე. დღეს 4 სასამართლოს სხდომა უნდა გაიმართოს, 2 მიმდინარეა, 2 უნდა დაიწყოს ზუსტად 3 საათზე ერთმანეთის პარალელურად. დღეს საერთო ჯამში 54 დაკავებულთან დაკავშირებით უნდა იმსჯელოს სასამართლო, მათ აღკვეთი ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით მოუწევთ მოსამართლეებს მსჯელობა. ერთ-ერთი ბრალდებული კონსტანტინე კოკაია ვერ დაესწრება საკუთარ სასამართლო პროცესს, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა მის შვილს გავსაუბრებოდით, მაყურებელს მეც თავად მოუყვება ახლა კოკაიას ოჯახის წევრი, თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ ძირითადად დღეს განსასჯელის სკამზე სხედან სოციალურად დაუსველები ადამიანები, რომლებიც ერთადერთი მარჩენალები არიან საკუთარ ოჯახებში, ყავთ მძიმე ავადმყოფი ოჯახის წევრებიან, თვითონ აქვთ საკმაოდ მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა. ჩვენ ახლა შეგვიძლია მოვისმინოთ განცხადებები. 3 საათზე არის სხდომა ჩანიშნული. ერთ-ერთი არის მარიამ მეყანწიშვილი, ერთ-ერთი ბრალდებული, ის გირაოს სანაცვლოდ არის ახლა თავისუფლებაზე, თუმცა დღეს უნდა მოხდეს გადასინჯვა მის შემთხვევაშიც აღკვეთი ღონისძიების. ჯანმრთელობის პრობლემების გამო ისე ჩვენი მოთხოვნით ციხეში იყვნენ შესული ექიმები, უროლოგი, ოფთალმოლოგი და კარდიოლოგი. კონსულტაციის შემდეგ დაინიშნა დამატებითი კვლევები, რომლებიც ამ დრომდე არ ჩატარებულა. ასევე თვითონ ციხის სამედიცინო დასკვნა გვაქვს, სადაც წერია, რომ აქვს გულის უკმარისობა მესამე ხარისხის, რაც საყურადღებოა და ციხის პირობებში ძალიან რთული სამართავია. ამ ყველაფერს დაემატა დღევანდელი ზარი, რომ საკმაოდ დაუმძიმდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, აქვს მაღალი წნევები და აქვს მაღალი სიცხეები, რის გამოც სასამართლო პროცესზე ვერ შეძლებს დასწრებას. მის ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს გარეთ, იყოს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ და იმედი მაქვს, რომ პროკურატურა გაითვალისწინოს მის ჯანმრთელობის მდგომარეობას. მეტავებიან ჯგუფების ორგანიზება მოწოდებას 4 ოქტომბრის საქმეზე, კერძოდ ათონელის ქუჩაზე, სადაც მთელი აქციის განმავლობაში ერთხელაც კი არ აღმოჩნდი, რადგან თავად ათონელის ქუჩა სამართალდამცავებზე სპეციალს მქონდათ გადაკეტილი. მათ მიერ წარმოდგენილი ვიდეო არის კონტექსტიდან ამოგლეჭილი ვიდეო, სადაც მე ემოციურ ფონზე ვიცახი რაღაცას, თუმცა დამატებით მტკიცებულებს, რომ მე ათონელის ქუჩაზე ვარ, ან მე ვინმეს მოუწოდებ, ან ამ მოწოდებას რაიმე შედეგი მოხვება, რა თქმა უნდა ვერ ექნება და არ ექნება.
საასახლის ღობის საქმეზე დაკავებულებმა უკვე დაანონსეს, რომ მათ სურთ ისარგებლონ სიტყვის უფლებით ილაპარაკონ დიდ შეკრებასთან დაკავშირებით საკუთარ მოტივაციაზე, რის გამო იდგნენ ქუჩაში და ასევე ბუნებრივია ისინი ისაუბრებენ იმ მტკიცებულებებთან დაკავშირებითაც, რომელიც სახელმწიფო ბრალდებამ ამ სისხლის სამართლის საქმეებში ჩადო. ჩვენ ვაშუქებთ ბუნებრივია სასამართლოს ხდომას და მომდევნო გამოშვებაშიც მოგიყვებით რა განცხადებები გაკეთდება სხდომათა დარბაზში.